ვუყურე ახლა სიუჟეტს ალექსანდრე თირქიასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობა მას განსაკუთრებით და ყველა ადამიანს რომელსაც დაუსახიჯრეს ჯანმრთელობა ღმერთი წყალობით გადაჩნენ მაგრამ სული ვერ დაუმახინჯეს და ამ ბრძოლაზე ხელი ვერ ააღებიეს ეხლა მართლა სხვანაირად კიდევ უფრო გაუბრაზდი აი სანამ თქვენთან ეთერში შემოვიდოდი ბოლომდე ვუყურებდი ბოლო 1-2 წუთი ვერ ვუყურე სანამ ამ ოთახში შემოვიდოდი საიდანაც გერთვებოდით და არა ვიცი ღვთისმწყალობით არის მხოლოდ გადარჩენილი ხო ეს ახალგაზრდა ბიჭი ალექსანდრე თირქია ამათი ხელით მტარია მოკლულია დიახ მოკლულია და აქედან გამომდინარე სულ მინდა ვთქვა და ეხლა მინდა თქვენ ეთერშიც იგივე გავიმეორო რომ ეს აი კარს მომდგარი ანუ ეს ბრძოლა არ არის და გინდათ რაღაც ეგრეთ წოდებული თითქოს ვითომ არჩევნები ამას მოგვიანებით შევეხები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები ანუ ზოგადად ეს ბრძოლა არ ეხება ბანალურ მოვლენას ხელისუფლების ცვლილებას კი არ ეხება აი ვიღაცა არ მოგწონს და ვიღაცა მეტად მოგწონს და მოდით ეხლა ვინც მეტად მოგწონს იმით ჩავანაცვლოთ ვინც არ მოგწონს არა ეს ბრძოლა არის მართლაც ცივილიზაციური ბრძოლა არის რა ანუ აი ამ რეჟიმს აი რაღაცა საგარეო პოლიტიკური იდეა რაღაცა ხომ უნდა გქონდეს ამასაც ახაც ვერ არიან კაფიოები და აუხსი რატომ ვერ არიან ანუ ხომ უნდა უთხრან საკუთარ ამორჩევლსაც ღიად ვერ ეუბნებიან საით მიდიან ირანისკენ მიდიან თუ საკუთარ ამორჩევლზე ლაპარაკობ ქართული ირანისკენ მიდიან არ ვიცი განუვითარებელი სოფლიოს ნაწილისკენ თუ მიდიან მაგალითად რა ვიცი ცივილიზაციისკენ და რატო ვერ ეუბნებიან ღიად იმიტომ რომ ზუსტად იციან დათო რომ საკუთარი ამორჩეველი ორად არის გაყოფილი არის ნაწილი ამორჩეველი ქართული ოცნების ვისაც არ ვიცი სურს ყველა მედია საშუალების დახურვა აი ალექსანდრე თირქიას რაც დამართეს და ბერძნზე გადარჩა ყველა იმ დღეში რომ ჩაგვაგდო გაგვანადგურონ დაგვიჭირონ მაგრამ არის მეორე კატეგორია ამორჩევლების ქართულ ოცნებას ვინც აი ვიდრე ხა გესაუბრებით და გერთვებით ახლაც კი რო ხარს უჭერს მაგრამ ამავე დროს ეს კატეგორია მომხრე არის ურთიერთობის არ ვიცი ნორმალიზების ვაშინგტონთან დასავლეთთან პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს ეს საზოგადოების ეს ნაწილი არ არის მომხრე აი ამ წავე დაპირისპირებით რომელიც ქართულმა ოცნებამ გააჩინა ეს ცალსახაა და ჩანს როგორი ნაწილია ის არის დათო ქართულ ოცნებას აძლევს დღესაც ხმას ხვალ რო იყოს არჩევნები ანუ ქართული ოცნების ამორჩეველი ორად იყოფა ერთი რაც ვახსენე რომ ითხოვს რეპრესიებს ყველა წინააღმდეგ ვინც განსხვავებულად აზროვნებს და სწორად აზროვნებს მაგრამ მეორე ნაწილი არის დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ხო მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ახლა ივანიშვილი რომელიც მხარე აირჩიოს მისი ამორჩევლის რომელი მხარე აირჩიოს ბოლომდე ორივე უნდა მაგრამ შუაში დგომა აღარ გამოდის აქედანაც არის გამოდიდარი გუშინდელი არ ვიცი სხვადასხვა მდგომარეობაში ფოტოების და ვიდეოების გადაღება მათი პროპაგანდისტული გზავნილების მქრევა მათი პროპაგანდისტული არხებით რომ ანუ მაკრონ შეხვდა იმას გაუღიმა ამას გაუღიმა ხო მაგრამ მოუწევს საბოლოო წილიყაროს იმიტომ რომ როდესაც ევროპელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და განცხადება გააკეთებია ივანიშვილმა ყობახიძეს 28 ოქტომბერს ხო 28 ოქტომბერს იქ ნოემბერს მაპატიეთ იქ ევროპელები დაგბო მაგრამ იქვე ახსენა და მომდევნო დღეებში რომ თავარია ამერიკელებთან ურთიერთობების ნორმალიზება და იანვარში ეს მოხდებოდა თავარია დონალდ ტრამპი ამიტომ ეხა ამერიკულ მხარესთან რომ ვეღარ ალაგებს ურთიერთობას პირდაპირ და ძალიან მარტივად რო გითხრათ ეს მათ ძალიან აშფოთებთ იმიტომ რომ საკუთარი ამორჩევლის ნახევარი იკარგება ასეთ შემთხვევაში ამაზე მოწმობს ანტიამერიკული წერილებიც რომელიც გასულ კვირას უკავშირდება მოდით ბატონიკა გადავიდეთ თემაზე რაც ძალიან მაინტერესებს მე პირადად თქვენგან კი მომისმენია მაგრამ სიღრმისეულად მინდა ამაზე ვისაუბრეთ რევაზ კიკნაძე და პრინციპში არავინ არ ემორჩილება და არავინ არ დაეცა ვინც ცემეს თუ დააკავეს აი ამ თვეების განმავლობაში და ერთ-ერთი პოლიტპატიმარი რევაზ კიკნაძე ასეთ რამეს გეუბნებათ რომ გირაო არავინ გადაიხადოთ თორემ ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს ეს არის პოლიტპატიმარი რომელიც ამას ამბობს კი იცის საზოგადოებამ რომ თქვენ გირაოს გადახდას არაპირებთ და ერთგვარი გამოცდილებაც გაქვთ მე რამდენად შეიძლება გახდეთ ქართული ოცნების პატიმარი რატომ არ გადაიხდით გირაოს რა პრინციპული გადაწყვეტილებაა ეს აი ამაზე გითხარით
დიახ, მადლობა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ რაღაცა ფულზე და მატერიალური სახით რაღაცა ბანკნოტებზე, ხო? ამ შემთხვევაში 50000 ლარზე. აქ არის საკითხი ჩემთვის დაყენებული ასეთნაირად. ან კომპრომისზე მიდიხარ უსამართლობასთან, მიდიხარ ღირსების აყრასთან კომპრომისზე, მიდიხარ კომპრომისზე უზრდეობასთან და მიურბენიებ ამ აბსოლუტურად დაუმსახურებელ, არ ვიცი, რაღაცა ხარკს, ივანიშვილს 50000 ლარის ოდენობით ამ შემთხვევაში, ან ბრძოლაში რჩები პრინციპული და რჩები ძალიან, რა ვიცი, მართალი, მორალურად წელში გამართული და მე ვფიქრობ ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ყველა, ვისაც ნამდვილად გვინდა წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ვიყოთ. ეხლა მხოლოდ დაირქვეს მით უფრო იმ ფონზე როცა იცით დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ აუცილებლად გაგიშვებენ თქვენს ციხეში ირაკლი ოქრუაშვილის პრეცედენტი ამას მიუთითებს. არა, რა თქმა უნდა, დათო, იმიტომ რომ კი 50 კი ვეთხოვ, მიდიხარ კომპრომისზე თუ არ მიდიხარ. ეხლა ეს გადაწყვეტი ისე მოხდა, რომ ეს გადაწყვეტილება წლები ამ გადაწყვეტილების მიღება უსამართლო გირაოსთან დაკავშირებით, ხო? მომიწია წლების წინ მიღება, ხო? ეხლა რა შეიცვალა? არაფერი, პირიქით. დღეს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია, მით უმეტეს, ხო? მაშინ ასეთი რამ არც იყო, ხო? ეხლა რა, არ ვიცი, როგორ ან ამ ქვეყანაში როგორ უნდა ვიცხოვრო, ან რა მორალური უპირატესობა უნდა მქონდეს, რომ იმ პატიმრების ოჯახი წევრებს თვალებში ჩავხედო, გვერდში დაუდგე, როდესაც აი ამ ერთიან საერთო ბრძოლაში მე ვფიქრობ ნიშნულოვანი წვლილი შეგიძლია შეიტანო ისე რომ სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენო როგორც პოლიტიკოსმა, ხო? და საკუთარი კი ბატონო თუ საჭირო ამ ზვარაკეთად შეწირო, ოღონდ დარწმუნებული ვარ რომ ბევრი პოლიტიკოსი თუ იგივენაერად მოიქცევა ეკო ამ გადაწყვეტილებას, ამ პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ვიღებთ ვახსულებთ და არ ვემორჩილებით არალეგიტიმური ორგანოს, არალეგიტიმურ რაღაცა კომისიას წულუკიანის სახით ეკრება ძალიან ძლიერი და ხაფი ხმა საზღვარგარეთ. აი 50 პოლიტპატიმარი ხო ყავს ამ ქვეყანას, ხო და საერთაშორისო საზოგადოებამ არც არჩევნების შედეგი იცნო და ხალხ ბოლომდე უდგას გვერდში, მათ შორის ამერიკელი პოლიტიკოსების არარსებული საფუძვლით დაკავებას კიდევ უფრო მეტი რეზონანსი ექნება. ოღონდ იმისი, ასე თქვა, მოლოდინი რომ 2-3 დღეში აქ ამოტრიალდება ვითარება, რა თქმა უნდა, ას მოლოდინი არ უნდა გაუჩნდეს არავის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ გააძლიერებს წინააღმდეგობრივ მოძრაობას. დანარჩენი ვინ როგორ მოიქცევა, ვინ რანაირად ეს არის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება. კი ბატონო, საზოგადოებამ თქვენგან მოისმინა რომ გირაოს არიხდით, ნიკა გვარამიასგან და ზურა გირჩი-ჯაფარიძესგან, გიორგი ვაშაძისგან არ ვიცით ის გადაიხდის თუ არა, თუმცა მას ჯერ არ უწევს გადახდის პროცესი. არიან პოლიტიკოსები, ვინც გადაიხადეს უკვე, გესმით, მაგრამ კი, ჩემთვის რო ეკითხათ და მე რომ მქონოდა ამის გამოცდილება არ აქვს ქართულ ოცნების ციხეში ჯდომის და თქვენ ეს გამოცდილება გაქვთ. მორალური დიახაც უფლება ჩემი თავისთვის რომ მიმეცა, ვეთყოდი რომ არავითარ შემთხვევაში არც კი იფიქრო, მაგრამ ძალიან ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება არა, ყველას ვერ მოთხოვ, არ ვიცი, ბრძოლის ავანგარდში შევარდე და ეს გადაწყვეტილება, თუმცა აუცილებელი იყო, მაგრამ ღმერთმა დავიფაროს რომ ამის გამო გავკითხო და გავაკრიტიკო, რა ვიცი, პოტენციური ცხადი ამ კითხვას არც დაგისვამთ, ჩვენ და საზოგადოებას აინტერესებს თქვენი პოზიცია. ბატონ ნიკა, თუ მივყვებით ქართული ოცნების ლოგიკას, რომელსაც რთულია ხოლმე რომ გაყვე, ადგილობრივი თვითმმართველობის დროს თქვენ უნდა იყოთ ციხეში. აი ადგილობრივ თვითმმართველობაზე მინდა გკითხოთ პარტიის პოზიცია, იმიტომ რომ საზოგადოებაც პოლიტპატიმრებიც რაღაცნაირად ელოდება აი ამას, რას იზავს ეს ოპოზიციური სპექტრი, მიიღებს მონაწილეობას, არ მიიღებს, რა ფორმით მოხდება აი ეს ამბავი, ეს თემა მინდა რომ კიდევ გავშალოთ ვიდრე გადავშალოთ. მადლობა ამ შეკითხვისთვისაც. კაფიობა ყველა მნიშვნელოვან საკითხში არის აუცილებელი პირობა ჩემი გმარწმენით ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით და არ ვიცი აი ხა 26 მაისი მოდის, სადაც აი ვფიქრობ რომ ბევრი ადამიანი უნდა ავდგეთ და ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ასევე არ შემიძლია არ დავაფიქსირო პოზიცია 26 მაისს მაინც უნდა გავაგებიოთ საზოგადოებას, ვინ აპირებს
ეგრეთ წოდებულ არ ვიცი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ბოიკოტის შეწყვეტას საპარლამენტოს არჩევნების ბოიკოტის ყვალდაკვალ ანუ ბოიკოტი წყდება თუ გრძელდება, მე ვფიქრობ, უნდა იცოდეს. გამოდის რომ შიგნითაც არ არის ეს ამბავი გარკვეულ გადაწყვეტილი, ხა თქვენ როგორც გისმენთ, თქვენც ერთმანეთს არა, თქვენ ხო აკვირდებით შემზე კარგად, დათო როგორც ჟურნალისტი არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავს იკავებენ, ჯერ იყო საუბრობდნენ, რომ ჯერ 7 თვეა დარჩენილი არჩევნება და 6 თვე არჩევნა, ადრესამაზე საუბარია, საუბარი. აბა, როდის არის საუბარი, ხახნო? მნიშვნელოვანია კაფიობა, მნიშვნელოვანია. კი, მე მაინტერესებს ნამდვილად არ მინდა იდიოტის როლში როგორც პოლიტიკოსი აღმოჩნდე, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ 2021 წელს მაქვს ეს გამოცდილება. ციხეში ვიჯექი და მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიებმა შესულიყვნენ პარლამენტში. გონია რომ სტარი იყო, ამის შემდეგ აბა ადამიანებთან ბრძოლაც ქონია ერთიანი, რა ვიცი, დავახლოვდი კიდევაც და არა, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით მაშინ. ნამდვილად და ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ძალიან საწყენი იყო ჩვენთვის, ხო, როცა ციხეში არ და დავკარგეთ ჯერა 4 წელიწადი. დაწმუნებული ვარ, რომ არ გადაგვედგა ეს დაბიჯი და მაშინ სხვანაირად მოქცეულიყავით, ხო? ახალი არჩევნები ჩაინიშნებოდა. ამიტომ ეხლა ვარ გარეთ, მადლობა ღმერთს, ხომ? და მინდა რომ ყველა ეთერი, ყველა ჩემი კომუნიკაცია, ყველა ჩემი ინტერაქცია, ყველა ადამიანთან, აი ამისთვის გამოვიყენო, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ საკითხის გარშემო ერთობა დაფიქსირდეს. გრძნობ ამ საკითხში გაუყრებლობა ამუხრუჭებს წინააღმდეგობრივ მოძრაობას. ნამდვილად. და 26 მაისი მე იმედი მაქვს, არ იქნება 31 მარტი. სადაც რატო შეიკრება ხალხი და რისთვის შეიკრება ხალხი, ხალხის უმეტესობა ვერ გაიგო. და როდესაც საუბარია პარტიებისგან, რომ იცით რა, აი, იქნებ გავერთიანდეთ და საერთო კანდიდატები დიდ ქალაქებში დავაყენოთ და გამარჯვება დარჩება ოპოზიციის ხარეს, მაგათით 2021 წელს დათო ყველა დიდი ქალაქი მოიგო ოპოზიციამ, ყველა დიდი ქალაქი, მეტიც მახსოვს. კი, მეც გეთანხმებით, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არ შესულიყო პარლამენტში, შესაძლოა არა, განსაკუთრებით სრულიად სხვა სურათი გვექნებოდა და ბატონიკა ბოლო კითხვას დაგისვამთ და დაგემშვიდობებით, რადგან თქვენ ახსენეთ 26 მაისი, 26 მაისის გეგმებზე თუ ხართ შეთანხმებული ოპოზიციაში? არა, მე 26 მაისთან დაკავშირებით საერთოდ არ მაქვს, იცით რომ ქალბატონ ზურაბიშვილთან მე პირადად რანაირი კომუნიკაცია არ მაქვს. 31 მარტიდან მოყოლებული ხომ აი ჩემს სურვილია რომ არ ვიხილო ის რაც ვიხილე 31 მარტს და მართლაც კაფიობა დაფიქსირდეს 26 მაისს და აქვე მოუწოდებ ძალიან ბევრ ადამიანს რომ ვიყოთ იქ. მაგრამ არაფრის არც საქმის კურსში ვარ და არც მინდა ვიყო, სანამ არ გავიგებ ჩემთვის მნიშვნელობას, პირდაპირ გეუბნებით. ვინ გადის არ არსებულ ქართული ოცნების მიერ რაღაცა პროცესში მონაწილეობის მისაღებად ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, აი ამ ფონზე, როდესაც ხდება, როდესაც არაფრის გამო ბოლოს ირაკლი ოქრუაშვილიც მოხდა იქ, სადაც მოხდა და დაწუნებული ტელევიზორი ჯერ არ აქვს და ვერც გვიყურებს და ვინ აპირებს, უნდა ვიცოდე, მე უნდა ჩამოვყალიბდე, ჩემ ამორჩევებს, ჩემ თანამებრძოლებს უნდა ვუთხრა, ვისთან ერთად შეიძლება ბრძოლა და ვისთან ერთად არ შეიძლება ბრძოლა. იმიტომ რომ გაურკვევლობას დიახ ზიანის გარდა არაფერი არ მოაქვს. დრო არის უკვე, ხო? რა ვიცი, რაღა დარჩა, 4 თვე დარჩა და იმის ვაკეთოთ, რომ კაფიობა მოვისმინოთ. გვესმის, რომ იქ ქალაქებში გავერთიანდეთ და ვერ დავამთავრე აზრი 20 წამი მინდა. 2021 წელს ყველა დიდი ქალაქი მოვიგეთ. მეტიც მოვიგეთ, მახსოვს აი ზუგდიდში მაჟორიტარული ერთ-ერთი ოლქი და ერთ დღეში გადათვალეს და გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადეს. ვიღაცა შეიძლება გამოცდილება თქვენს და საზოგადოებასაც აქვს ქართული ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნების. 21 წლის შემდეგ ხო 24 წლის არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა. მაპატიეთ ჯერ 2021-ში იმ მასშტაბის გაყალბება არ იყო, რაც 20 წელს მოხდა და დემოკრატიულმა მსოფლიობამ აღიარა იმ არჩევნების შედეგები, ადგილობრივი არჩევნები. 2024 წელს არანაირი აღიარება დავითარებული მსოფლიოს მხრიდან არ აქვს ივანიშვილის რეჟიმს. ეს ბრძოლა არის ამდაგმარად გასაგრძელებელი, რომ პოლიტიკური არათანამშრომლობა მოკლედ ძალაში დარჩეს და როცა მესმის ბუნდოვანება პოლიტიკური სუბიექტებისგან მიკვირს და თავს ვიკავებ ძალიან ბოლომდე ვიყო აი თქვენს ეთერში ეხლა ისეთი რასაც ვფიქრობ და ვლაპარაკობ ხოლმე ჩვენს მეგობრებთან, იმიტომ რომ
მაქვს ჯერ კიდევ მოლოდინი რომ უახლოეს დღეებში მათ შორის 22 აი პარტიები გამოვიდნენ და იტყვიან რომ ხალხის ნებას აღვასრულებ ხალხის მოთხოვნა არის რომ პოზიციაში და აი ჩემი გადაწყვეტილება აი გეუნდები და რუსთავის გამზიზე შეკრებულო ადამიანებო სალომე ვარ მაგალითად ზურაბიშვილი გამოვედი გელაპარაკებით რომ მიმაჩნია რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ოპოზიციური პარტიები არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას აი ამის მოსმენა მინდა მე 26 კეთილი დავალოდოთ 26 მაისს თქვენთან ერთად